ხშირად ხსმენიათ, რომ D ვიტამინის მიღებას კაური ვიტამინის გარეშე აზრი არ აქვს ან საზიანოა და მაშინ რატომ იყო რომ მთელი ეს წლები D ვიტამინს ცალკე ნიშნავდნენ ექიმები. ზუსტად ამ კითხვებზე გიპასუხებთ. D ვიტამინი საკმარისია თუ კაური ვიტამინი უნდა დავუმატოთ, რა დროს და რატო. ახლა რა არის D ვიტამინის პრობლემა? პრობლემა იწყება ასე. მსოფლიოში D ვიტამინის ძალიან დაბალი დონეა. სერიოზული დეფიციტი აქვს მსოფლიო პოპულაციის თითქმის 15%-ზე მეტს. ხოლო მსოფლიოს ნახევარ ადამიანს არ აქვს საკმარისი D ვიტამინის დონე სისხლში. ანუ თითქმის ნახევარს ყოველ მეორე ადამიანს ჭირდება D ვიტამინი. ახლა რატომ არის ეს პრობლემა? იმიტომ რომ D ვიტამინი არ არის უბრალოდ ვიტამინი ენერგიისთვის, ის მნიშვნელოვანია კალციუმის შეწოვისთვის, ფოსფორის ბალანსისთვის, ძვლის მინერალიზაციის, ძვლები რო იყოს მყარი, ჭირდება D ვიტამინი მოკლედ. და იმუნიტეტსაც ჭირდება D ვიტამინი. ბავშვებში რაქით ვარ განვითარდეს საჭიროა D ვიტამინი. ზრდასრულებში და ასაკონებში ძვლები რომ არ დარბილდეს და მე არ მოტყდეს ეს ძვლები ადამიანს, ამას ჭირდება D ვიტამინი. D ვიტამინის დეფიციტი თუ აქვს, ადამიანს აქვს სისუსტე. სისუსტე კუნთებში და ძვლების ტკივილი ზოგჯერ. D ვიტამინს ვერ ვიღებთ საკმარისი რაოდენობით. D ვიტამინი ვიცით რომ ერთი სინთეზირდება, როცა მზეზე გავდივართ, მაგრამ არასაკმარისი. ეს როგორც წესი მიიჩნევა, რომ მზისგან მიღებული D ვიტამინი უმეტესი ადამიანისთვის არის არასაკმარისი. ბევრმა იცის, რომ წონის კლებისთვის საჭიროა კალორიული დეფიციტი, მაგრამ არ იცის, როგორ აწყოს დღე ისე, რომ არ იშიმშილოს. საკმარისი რაოდენობით მიიღოს ცილა, შეინარჩუნოს კუნთოვანი მასა და მშვიდად მიყვეს წონის კლების პროცესს. სწორედ ამისთვის შევქმნით 15-დღიანი კვების გეგმა, მარტივი გასაგები და ყოველდღიურ ცხოვრებაზე მორგებული. ეს არის სტრუქტურა, რომელიც გეხმარება უფრო მარტივად დააწყო დღე და ყოველჯერზე თავიდან არ იფიქრო, რა უნდა ვჭამო. კვების გეგმა მინდოდა ყოფილიყო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ამიტომ მისი ღირებულებაა 29 ლარი. თუ გინდა მიიღო კვების გეგმა, მოგწერე WhatsApp-ზე, მითითებულ ნომერზე, ან გადადი ბმულზე და მოგწერე Facebook-ის მესენჯერში. მეორე D ვიტამინს ვიღებთ საკვებით, მაგრამ საკვებშიც არასაკმარისია. ან ძალიან ცოტა რაოდენობით შეიცავს საკვები D ვიტამინს. თევზი, კვერცხი და ეს ცხიმოვანი ცხოველური საკვები შეიცავს, მაგრამ ისიც მცირე რაოდენობით და ეგეც საკმარისი არ არის. ეხლა D ვიტამინს რა იმართება, როცა ჩვენს ორგანიზმში შედის? ან D ვიტამინს D3-ს ძირითადად ვიღებთ, D2-ც არის, D3-ც არის, მიიჩნევა რომ D3 არის მოკლედ სტანდარტი. მიიღებს ორგანიზმში ემართება რაღაცები მოკლედ ამას, მოლეკულურ სტრუქტურას იცვლის, მე აქტივირდება ღვიძლში, თირკმელებში და ადამიანი იღებს D ვიტამინს ჯამში. ეს D ვიტამინი მუშაობს იმაზე, რომ სხეული კალციუმის შეწოვას იწყებს უკეთესად, ასევე აუცილებელია კუნთების მუშაობისთვის, ასევე აუცილებელია ძვლებისთვის, ასევე აუცილებელია იმუნიტეტისთვის. ხო და ახლა აქ რა შუაშია კაური ვიტამინი, რატომ გაჩნდა ეს საჭიროება საერთოდ? საქმე იმაშია, რომ კაური ვიტამინი აკეთებს ორ მნიშვნელოვან რამეს. აქტიურებს ორ სისტემას მოკლედ. პირველი არის, რომ ეს კალციუმი, რომელიც ორგანიზმმა შეიწოვა D ვიტამინის გამო, ან D ვიტამინი მივიღეთ, კალციუმი შეიწოვა ორგანიზმმა და ეს კალციუმი ხონდა წავიდეს სადღაც და კაური ვიტამინი ეხმარება, რომ შევიდეს ძვლებში და გამყარდეს ძვლები. ანუ D ვიტამინი გვაძლევს იმას, რომ კალციუმი გვაქვს, კაური ვიტამინი გვაძლევს იმას, რომ კალციუმი გვაქვს ოღონდ ძვლებში. ან ძვლები გაგუმყარდეს. მეორე მნიშვნელოვანი რამე, რაც აკეთებს. კაური ვიტამინი აძლევს ბრძანებას, რომ კალციუმი არ დაგროვდეს ათეროსკლეროზულ ფოლაკებში. ან ნაკლებად დაგროვდეს. ან ნაკლებად დაგროვდეს სისხლძარღვებში. ანუ რისკი რაშია, რომ D ვიტამინს კი ვიღებთ და კალციუმი მოგვემატა. კალციუმი რომ მოგვემატა, ეს რაღაც უნდა წავიდეს. ეს სადღაც წასული კალციუმი ზოგჯერ სისხლძარღვებში მიდის და სისხლძარღვების კალციფიკაცია ხდება, ხო? წარმოგიდგენიათ ნებისმიერი გინახეთ მოლუსკები და რაღაცები, რომ კალციუმი დაუგროვდებათ, ხო და მოუხეშავი რაღაცები. იქმნება მოუხეშავი სტრუქტურები მოკლედ კალციუმი და ახლა სისხლძარღვები წარმოიდგინეთ რა დაემართება. ამიტომ სისხლძარღვებისთვის საზიანოა ეს, ამიტომ ჩვენ არ გვაწყობს რომ კალციუმი სისხლძარღვებში შევიდეს და ამას აკეთებს კაური ვიტამინი. ან კაური ვიტამინი აკეთებს ამ ორ რამეს, რომ კალციუმი შეყავს ძვლებში და კალციუმს გამოდევნის მოკლედ სისხლძარღვებიდან. გამოდევნის რა? არ დაუშვებს რომ სისხლძარღვებში დაგროვდეს კალციუმი. აი ეს. და ეხლა რაშია საქმე, რომ ადამიანი უცებ იფიქრებს, რომ თუ კაური ვიტამინი ესეთი მნიშვნელოვანია, მაშინ საერთოდ როგორ შეიძლება რომ D ვიტამინი მიიღოს ადამიანმა
კაური ვიტამინის გარეშე. მაგრამ ის რაც თეორიაში ჟღერს ხოლმე ძალიან კარგად, პრაქტიკაში ზოგჯერ იმდენად ან მკვეთრი არ არის, ან იმდენად სხვანაირად, ან იმდენად არ ხდება პრაქტიკაში ესე. რა შეასაქმე ხა? თუ კი ადამიანმა, ზოგადად ჯამშელმა ადამიანმა მიიღო D ვიტამინი, ეს არის შესაძლოა ეს კალციუმი ან ძვლებში ვერ შევა, ან სისხლძარღვებში დაგროვდება. ასე არ ხდება. და მიიჩნევა, რომ ზოგადად უმეტეს შემთხვევაში კაური ვიტამინის აბსოლუტური საჭიროება რომ გარედან მიიღო არ არის. იმიტომ რომ ორგანიზმი ისაც კარგად მართავს ძვლებში შეყავს კალციუმი და არც გროვდება სისხლძარღვებში. თუ სისხლძარღვები ისედაც მიდრეკილი არ არის ათეროსკლეროზისგან, ანუ ეს კალციუმის შესვლა სისხლძარღვებში მეორადი პროცესია და არა პირველადი, ანუ კალციუმის შესვლა კი არ იწვევს ათეროსკლეროზს, ათეროსკლეროზი იწვევს კალციუმის დაგროვებას. ამიტომ ის რომ ძალიან შიშით ვიყოთ ამის მიმართ, რომ სისხლძარღვებში არ დაგროვდეს კალციუმი, უმეტეს საშუალო დოზას როცა იღებს D ვიტამინს ადამიანი, ეს არ არის ძალიან რეალისტური შიში მოკლედ. რადგან უმეტეს შემთხვევაში, როცა D ვიტამინს იღებს ადამიანი განსაკუთრებით 400-დან 800-მდე ან 1000-მდე საერთაშორისო ერთეული დოზით, როგორც წესი, ეს D ვიტამინის დოზა არ აგროვებს კალციუმს არც სისხლძარღვებში და ძლებსაც მნიშვნელოვანი პრობლემა არ ექნება, იმიტომ რომ რაღაც კალციუმი გარეთ დაბოძიალდეს და ძვლებში არ შედიოდეს. ახლა როდის არის უფრო მომატებული რისკი და როდის არის სასურველი კაური ვიტამინის მიღება? თუ ადამიანს უწევს ძალიან მაღალი დოზებით მიღება D3 ვიტამინის, მაშინ კი ჯობია რომ კაური ვიტამინთან ერთად მიიღოს, რადგან საუბარია მაღალ დოზებზე 4000 საერთაშორისო ერთეულიდან ზევით. ასეთ შემთხვევაში ისედაც არ შეიძლება ექიმის კონტროლის გარეშე D ვიტამინის მიღება და ასეთ შემთხვევაში კი შესაძლებელია რომ ექიმმა დანიშნოს D ვიტამინი კაური ვიტამინთან ერთად. ახლა რა შეასაქმე კიდე დამატებით რომ კვლევები ჩატარდა კაური ვიტამინი ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რაც ვიცით იმ მონაცემებით არის რომ არ ამცირებს მნიშვნელოვნად მოტეხილობის რისკს. არ ამცირებს მნიშვნელოვნად ოსტეოპოროზის რისკს. ანუ ბიოლოგიურად სასურველი შედეგი აქვს მოკლედ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში იმდან დიდი შედეგი არ არის რომ ეს ყველა გაიდლაინში შეიწეროს რომ აუცილებლად კაური ვიტამინთან ერთად მიიღეთ D ვიტამინი. ამიტომ ყველაზე კარგი ფორმულირება იქნება რომ კაური ვიტამინთან ერთად კი სასურველია განსაკუთრებით მაღალ დოზებს როცა იღებს ადამიანი D ვიტამინისას, მაგრამ არ არის სავალდებულო. ანუ რეალურად მაშინ იტყვის ადამიანი რატო გაიშა, მაშინ თუ ეს უარგისია, ხო? ანუ რაღაც კი ისე ლამაზად ჟღერს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში თუ არ მუშაობს, რატო გაჩნდა კაური ვიტამინის საჭიროება, რატო ამბობენ, რატო ეს პოპულარობა რატო მოიპოვა. აზრი ის არის რომ 2023 წელს ჩატარდა მოკლედ დიდი მეტაანალიზი სხვა კვლევებზე აერთიანებს ხოლმე და მათ შედეგებიდან გამომდინარე აკეთებს დასკვნებს რა და ამ მეტაანალიზის მიხედვით კაური ვიტამინის რეგულარული მიღება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო, მცირე, მაგრამ მაინც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო გულის სისხლძარღვების კალციფიკაციის დონე შეამცირა მოკლედ. ან შეანელა. ანუ უფრო ნაკლები კალციუმი გროვდება სისხლძარღვებში. აი იყო აზრი რა და აქედან გაჩნდა მე რომ ამას თუ პროგრესირებას თუ ანელებს, ესე იგი სასარგებლოა და აი აქედან მოდის აზრი რომ კაური ვიტამინი მოკლედ D ვიტამინთან ერთად უნდა მივიღოთ. და დოზირებები ახლა ხშირად კითხვები რომ ადამიანები ამბობენ რომ მაგალითად თუ არ ვიცი ჩემი D ვიტამინის დონე, შეიძლება თუ არ მივიღო D ვიტამინი. ზოგადად ეხლა თუ საერთოდ არ იცი სასურველი არ არის რომ ისეთ რაღაც გააკეთო რაც არ იცი, მაგრამ თუ არ იცი და თან ეჭვი გაქვს რომ D ვიტამინი დაბალი იყოს, შესაძლებელია 600 საერთაშორისო ერთეული დღეში, 800 საერთაშორისო ერთეული დღეში D ვიტამინები, ეს ის დოზა რაც მიიჩნევა რომ ანუ აბსოლუტური საჭიროება არსებობს მაგისი და ეხლა მაგის მიღება უსაფრთხოა და მაგით ვერ ან ტოქსიურობა ვერ გამოვლინდება ხარ 800 საერთაშორისო ერთეულს თუ მიიღებს ადამიანი დღის განმავლობაში. ანუ ამიტომ ეგ მიიჩნევა რომ უსაფრთხო, მაშინაც კი თუ ადამიანი უბრალოდ აი ეს მოუნდა რა რომ D ვიტამინი მოდი დავლიო, ანუ 600-დან 800 საერთაშორისო ერთეულამდე რომ დალიოს, მიიჩნევა რომ არაფერს არ ავნებს, მოდი ესე ვთქვა, თუ სარგებელი არ მოუტანა. ხო,
თუ ადამიანს აქვს შედარებით მეტი წონა, ჭარბი წონა, ნაკლები მზე და ისეთი დახურული ცხოვრების წესი, მაშინ 800-დან 1000-მდე, 1000 საერთაშორისო ერთეული. თუ უფრო ძლიერ დეფიციტი აქვს 1000-დან 2000-მდე, თუ კიდევ უფრო შეიძლება 5000-ით. მაგრამ მიიჩნევა, რომ 4000 სასურველი არ არის ააცილო D ვიტამინის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე. D ვიტამინის დონის განსაზღვრა სისხლში ხდება ხოლმე ნანომოლ-ლიტრზე და ნანოგრამი მილilitrზე და აი აქ ირევიან ხოლმე ადამიანები, მოკლედ უმეტესად რაც ხდებათ, ეს არის ნანომოლ-ლიტრზე. აი რომ ამბობენ, რომ 30-მდე არის პრობლემა, 30-დან 50-მდე სასურველია რომ მიიღო და 50-ით ნორმა. აი მას რომ ამბობენ, ხო? მაგალითად 30 ნანომოლ-ლიტრზე ნაკლები D ვიტამინი არის D ვიტამინის დეფიციტის რისკი მაღალია. და ეს 30 ნანომოლ-ლიტრი არის 12 ნანოგრამი მილilitrზე. ანუ ნანოგრამი ნანომოლ თუ წერია 30 50 და ესე უნდა იმსჯელო, ანუ 50 ქვევით დაბალია, 30-დან 50-მდეც გვინდა D ვიტამინი და 50-ზე მეტი უნდა იყოს. ეს არის ნანომოლი ლიტრზე. და ნანოგრამი მილilitrს თუ საღვასის ლაბორატორია. დაახლოებით უხეშად 2-ზე უნდა გაყო ეს ყველაფერი და იგივე გამოვა. მაგალითად 30-ზე ნაკლები არის 30 ნანომოლი არის 12 ნანოგრამი მილilitrზე. ანუ ეს ნანომოლები უნდა გაყო დაახლოებით 2-ზე. ცოტა კიდე პატარა გამოდის, პატარა რიცხვი. ხო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ 30-ზე ნაკლებია, მაშინ 8 კვირის განმავლობაში 50,000 საერთაშორისო ერთეული უნდა მიიღოს ადამიანმა D ვიტამინი 8 კვირის განმავლობაში. ეს არის რეკომენდაცია. ყოველ შემთხვევაში ენდოკრინული საზოგადოების რეკომენდაცია 2011 წლის ეს. ან 6000 საერთაშორისო ერთეული დღეში უნდა მიიღოს 8 კვირის განმავლობაში. თუ 30-ზე ნაკლებია. D ვიტამინზე რა თქმა უნდა საუბარი. 30 ნანომოლი ლიტრზე. აი ამ მაჩვენებელზე ნაკლები თუ არის 50,000 საერთაშორისო ერთეული ან კვირაში ერთხელ, აი არ უნდა აირიოს ადამიანი ხა 50,000-იანი დოზის ყოველდღე მიღება არ შეიძლება კატეგორიულად. ეს კვირაში ერთხელ და ან 6000 საერთაშორისო ერთეული 8 კვირის განმავლობაში. და შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა არის ხოლმე 1500-დან 2000 საერთაშორისო ერთეულამდე დღის განმავლობაში და მე კონტროლდება რა, რაღაც პერიოდის მე 8 კვირის მე უნდა გადააკონტროლო. მე კიდე 6 თვის მე უნდა გადააკონტროლო და სასურველია რომ შეინარჩუნო 75 ნანომოლ ლიტრის მინდებარეთ, ცოტა ზევით. აი ეგ არის სასურველი დოზა რომ შეინარჩუნოს ადამიანმა. ხოლო ეხლა თუ 30-დან 50 ნანომოლ ლიტრზე აქვს ადამიანს D ვიტამინი, ხო? ამ დროს ინიშნება ხოლმე 1000-დან 2000 საერთაშორისო ერთეული D3 დღის განმავლობაში 8-12 კვირა. და შემანარჩუნებელი არის მე 800 ან 1000. ხო, აი ეს არის როგორც ხელმძღვანელობს სამედიცინო საზოგადოება D ვიტამინის მიღებით. ეხლა როდის ემატება და როგორ K2 ვიტამინი როდის არის სასურველი. თუ მოკლედ ოსტეოპოროზის რისკი ძალიან მაღალია ქალს, ასაკში, მაშინ უფრო შესაძლებელია და ლოგიკურია და თუ ადამიანს აქვს მალაბსორბცია, ვერ შეიწევს და არასრულფასოვნად იკვებება, ამ დროსაც შესაძლებელია. თუმცა ამ K ვიტამინის დეფიციტი მოკლედ შედარებით იშვიათია და ადამიანის უმეტესობას ეს დეფიციტი არ აქვს. ზრდასრულ ადამიანებში არის ძალიან იშვიათი. ამიტომ არის რომ რაღაც K2 ვიტამინი არ არის ან პირდაპირ რეკომენდაციები არ არის მოკლედ სამედიცინო საზოგადოებების მიერ. თუმცა ბიოლოგიურად სასურველი ნამდვილად არის. და დოზირება როგორ ხდება ხოლმე ამ K2 ვიტამინის კაცებში 120 მიკროგრამი დღეში და ქალებში 90 მიკროგრამი დღეში. ეს არის დოზირება, ხო, K2 ვიტამინზეა საუბარი, იმიტომ K ვიტამინი არსებობს K1 და K2. ეხლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის K2 ვიტამინი. და განსხვავება რა არის, რომ ეს K1 ვიტამინი მწვანე საკვებში გვხვდება და უფრო აი სისხლის შედედებაზეა პასუხისმგებელი და K2 ვიტამინი უფრო ფერმენტირებულ საკვებში გვხვდება. ხო, განსხვავება არსებობს. ხო,
კაორი ვიტამინი აქ ფიქრობენ ხოლმე ადამიანები თრომბის რისკს ხوار იწვევს, ხوار ასქელებს კაორი ვიტამინი და ანუ მიჩნეულია რომ არა, მაგრამ კაორი ვიტამინიც მონაწილეობს რაღაც დონეზე მაგ პროცესებში და შეიძლება ადამიანები ვინც ვარფარინზე ან სისხლის გამათხირებელზე არიან იაენერის შედეგები შეუცვალოს. მოკლედ, ამიტომ თუ სისხლის მოკლედ ეს რომ შეხედოს ადამიანს ლოგიკურად ესე რომ თუ სისხლის გამათხირებელზე ხარ კაორ ვიტამინის მიღება უნდა შეათანხმო ექიმთან, მოკლედ ან თვითნებურად არ უნდა მიიღო, იმიტომ რომ შეიძლება სისხლის შედედების დრო და ეს რაღაცებს იმოქმედოს მცირედ, არამნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც ის მცირედ შეიძლება რისკს წარმოადგენდეს თქვენ კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომ სისხლის გამათხირებლებზე თუ ხართ, ან თუ გჭირდება სისხლის გამათხირებლები, კაორ ვიტამინთან ფრთხილად უნდა იყოთ. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, რომ მოვამრგვალოთ აზრი აი ეს, რომ D ვიტამინის მიღება აუცილებელია, კაორი ვიტამინის მიღება აუცილებელი არ არის, მაგრამ ბიოლოგიურად სასურველია და თუ თქვენ გაქვთ რამე მნიშვნელოვანი რისკები, მაგალითად თრომბის და ესეთი და სისხლის გამათხირებლებზე ხართ, მაშინ კაორი ვიტამინთან იყავით ფრთხილად. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.